მშვიდობისა. ახალი დამკაცრება კანონის green card-ის შესახებ. ესე იგი, ადამიანს შეიძლება ქონდეს green card-ი და მუდმივი ცხოვრების სტატუსი ამერიკაში და შეიძლება თქვათ, რაღაც დანაშაულები ჩაიდინოს იქ პატარა თუნდაც მოძრაობის დროს დარღვევები, მანქანით მოძრაობის დროს თუ არ გადაიხადა ეს ტიკეტები, შეიძლება იქ აღიძრას საქმე და რაღაც მომენტის მერე შეიძლება ჩამოართვან green card-ი, მუდმივი ცხოვრების სტატუსი. ალბათ ეს უკვე სერიოზული traffic violation-ები, რასაც ქვია, დარღვევების შემთხვევაში ხდება და არ მგონია რომ იქ ახლა რაღაც სიჩქარე თუ გადააჭარბე მაგის გამო. შეიძლება თუ მუდმივად 5-ჯერ, 6-ჯერ, 10-ჯერ მოხდა, ალბათ ეგეც არ არის გამორიცხული. მერე გამკაცრებულია კანონები, თქვათ რომ გადიხარ იქ 6 თვის მერე უკვე უნდა დაბრუნდე ან travel document უნდა მოითხოვო და გააკეთო. ამაზეც მოთხოვნები გართულებულია, გამკაცრებულია. მერე თქვათ ადამიანები, რომლებიც ითხოვენ დახმარებას სახელმწიფოსგან, თქვათ იქ სახლის გადახდაში იქ დახმარებას ითხოვს ან თქვათ food stamp-ებს იღებს ან რაღაცა, მათზეც გამკაცრებულია მოთხოვნები და უკვე შეიძლება ან აღარ გაუგრძელონ, ან მოკლედ იქ სერიოზული მოთხოვნებია მაგაც გამკაცრებულია. და ეს ყველაფერი, ესე იგი, რამდენიმე პუნქტია, რომელიც ამკაცრებს მოთხოვნებს და ტენდენცია როგორია, რომ ფაქტიურად ესე იგი, თუ green card-ის მფლობელი ხარ, რეალურად ახლა თუ პენსიის ასაკში არ ხარ, უნდა იმუშაო, უნდა შენი წვლილი შეიტანო ამ საზოგადოებაში, ხო? უნდა რაღაც პოზიტიური წვლილი და დარღვევები მინიმალური და ეს პრინციპში ახლა იმის გამო რომ მანქანით რაღაც სიჩქარეს გადააჭარბი წესით, არ არის ლოგიკური, არ უნდა იყოს ამაზე, მაგრამ ითვლება რომ green card-ი პრივილეგიაა და არა რაღაცა განსაკუთრებული უფლება, ასეთი მიდგომაა. რაც შეეხება მოქალაქეობას, თქვათ, თუ ამერიკის მოქალაქე ხარ და მაგრამ აქ არ ხარ დაბადებული, მაგ შემთხვევაში იქ არის რამდენიმე წესი, იქ 2-3 შემთხვევა, როცა აქვთ უფლება ჩამორთვევის ამისიც, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ შეერთებულ შტატებშია დაბადებული ადამიანი, მაგ შემთხვევაში მოქალაქეობის ჩამორთვევა არ არის გათვალისწინებული. ზოგადად რა ტენდენცია, ესე იგი, მკაცრდება მოთხოვნები რეზიდენტობაზე, მოქალაქეობაზე და ჩემი აზრით ეს რაღაც გლობალისტური ის რო იყო, გლობალიზაცია, ამის საწინააღმდეგო ტენდენციები მიდის ახლა. ალბათ მოთხოვნები უკვე იყო ამაზე ლაპარაკი, გამკაცრდება ორმაგ მოქალაქეობაზე. თუ ახლა ამერიკის მოქალაქე სადაც უნდა იყოს, სადაც უნდა ცხოვრობდეს, გადასახადებს მაინც იხდის ამერიკის შეერთებული შტატების გადასახადებს, თქვათ, შემოსავლიდან, მაგრამ მომავალში ალბათ ესეთი ლაპარაკია, რომ უკვე უნდა ერთი მოქალაქეობა უნდა ქონდეს მხოლოდ შეერთებული შტატების მოქალაქეს და თუ მეორე მოქალაქეობაც აქვს, უარი უნდა თქვას მასზე. ალბათ იდეა ის არის, რომ ყველანაირად აქ ცხოვრობ, აქ ხარ და აქ იხდი გადასახადებს და მეორე მოქალაქეობაზე უკვე შეზღუდვებია. ბევრი ქვეყანა აწესებს ასეთ შეზღუდვებს ახლა და როგორც ეთყობა, ეს უკვე გლობალიზაციის საწინააღმდეგო პროცესები მიდის ზოგადად. ხო და ეს უფრო რაღაც ნაციონალიზმი და ჩაკეტვის პოლიტიკაა და ალბათ ეს ტენდენციები გაგრძელდება კარგი ხანი, მომავალი 5-10 წელი. ნახოთ.